დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული რიგით 25 ინტერაქტიული პლატფორმა ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც დაფუძნებულია კვლევებზე და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროზე და აღნიშნული პორტალი იძლევა ენერგეტიკის სექტორის სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას. ის აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას, მასში წარმოდგენილია დეტალური ენერგეტიკული ბალანსი, მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა და ძირითადი ენერგეტიკული მაჩვენებლები, მათ შორის ენერგოეფექტურობის ინდიკატორები. Sakstatma დღეს წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პორტალი, სადაც არის განთავსებული ყველანაირი სტატისტიკური ინფორმაცია, რაც კი ენერგეტიკას მის ცალკეულ მიმართულებებს შეეხება, ვიზუალურად ინფოგრაფიკების სახით, ასევე ეს ყველაფერი არის ძალიან თვალნათელი, მკაფიო, ჩანს ტენდენციები, ჩანს განვითარების მიმართულებები. ამდენად ეს პორტალი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც გადაწყვეტილების მიღების პირებისთვის, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები სწორ ანალიტიკას და შესაბამის ციფრებს დაეფუძნოს, ისევე როგორც სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის, სექტორით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილი. Sakstat-ის ინფორმაციით უამრავი წელია ვსარგებლობთ, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე მიმობნეული იყო სხვადასხვა გამოცემებში, ეხლა ეს შეიკრა, გაციფრულდა და გახდა ინტერაქტიული, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ დატვირთვას, რომელიც ენერგეტიკაში მომუშავე ანალიტიკოსებს ან გადაწყვეტილების მიმღებებს აქვს. სასურველი იქნებოდა, რომ გადაწყვეტილების მიმღებები კარგად ანალიზებდნენ ამ ინფორმაციას და ამის საფუძველზე და არა სპონტანურად ხდებოდეს ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების სტრატეგია. დღევანდელ ეტაპზე საქართველოს რიგი ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე ვალდებულია მოამზადოს საკმაოდ ბევრი სხვადასხვა სახის ანგარიშები, მათ შორის ანგარიშები გაეროს წინაშე წარსადგენი, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეხება და მასში საფუძველი ენერგეტიკაა, ასევე საქართველოს როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი წარადგენს ანგარიშებს ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე და ამ ინფორმაციის მოსამზადებლად უაღრესად მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა განვითარების პერსპექტივაც აქვს, როგორც ხედავ ამ პორტალს და ჩემთვის სასურველი იქნებოდა, რომ მასში იმ ინფორმაციის მიღმა, რაც დღეს მოვისმინე, ასახული იყოს იგივე ენერგეტიკული პროცესების შედეგად გატყორცნილი სათბურების ემისია და მათი შესახებ სტატისტიკა, რომელსაც Sakstat-ი გარკვეულ ეტაპზე ამუშავებს კიდევაც და ასევე წარდგენილი იყოს ენერგოინტენსივობის უფრო დეტალური დეზინტეგრირებული სტრატეგია, რაც მნიშვნელობას მოგცემს არა მხოლოდ ენერგეტიკის განვითარების, არამედ ენერგეტიკის განვითარების ოპტიმიზაციისა, ანუ თითოეული სამიზნე სექტორში ენერგიის მოხმარების სამიზნე ინდიკატორების პირველ რიგში აღრიცხვის, მონიტორინგის და შემდეგ გაუმჯობესების.